გამარჯობა მეგობრებო, მე ახლა ვარ თბილისის შემოვლითი რკინიგზა რო უნდა ყოფილიყო ნაცების დროს, აი მაგ ადგილას. რაც ნაცები წავიდნენ, ამ ადგილას არაფერი არ ხდება. ანუ ხოცემა ნაცებთან ბრძოლის ფარგლებში შემოვლითი რკინიგზის პროექტი გააჩენეს. ამ პროექტის მიზანი უნდა ყოფილიყო ის, რომ მატარებელი, სამგზავრო მატარებელი დიდუბეში გაჩერებულიყო და სატვირთო მატარებელი საერთოდ არ შემოსულიყო თბილისში. რითაც ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე გაეხსნებოდა მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რომელიც იმის გამო კი არ არის ნაკლებად განვითარებული, რომ ცუდი ხალხი ცხოვრობს ან ცუდი ხედები აქ ან ასე შემდეგ. არამედ იმის გამო, რომ შუაზე რკინიგზა ყოფს. ანუ თბილისს მარტო მტკვარი კი არ ყოფს შუაზე, რკინიგზაც ყოფს. და მტკვარზე ბევრად მეტი გადასასვლელი ხიდები გვაქვს, ვიდრე რკინიგზაზე. წარმოიდგინეთ, რომ დიდუბიდან საერთოდ ვაგზალზე არ შედიოდეს მატარებელი და ის ტერიტორია, რომელსაც ეს მატარებელი გადის, იყოს ათვისებული მოსახლეობის მიერ და ქალაქის განვითარებისთვის. აი ეს პროექტი გააჩერეს ხოცებმა. საჯარო სამსახურში არსებობს ზოგადად უწყვეტობის პრინციპი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ შენმა წინამორბედმა რაღაცა დაიწყო, მიუხედავად იმისა, ის მოგწონს, არ მოგწონს, ეთანხმები თუ არ მეთანხმები, ის უნდა გააგრძელო თუ ქალაქის განვითარებას ასე ჭირდება. ან თუ ხვდები, რომ ეს არასწორი პროექტი იყო, 13 წელი რასელოდები დაანგრიე, დაშალე, დაიჭირე ვინც ამდენი მილიონობით ლარი დახარჯა ამაში და გააგრძელე ცხოვრება. მე იმის თქმა მინდა, რომ ეს არის ყველაზე კონკრეტული მაგალითი. შეიძლება ბევრი მაგალითი სხვაც არსებობს, მაგრამ თუ როგორ გადაყვა ქოცნაცურ ბრძოლას მოსახლეობის ინტერესები. და მინდა რომ ამ ადგილობრივი არჩევნების წინ გაითვალისწინოთ რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს წირავს მოსახლეობის ინტერესებს და წლების განმავლობაში ამ ხელაქონებას ისე ხო უბრალოდ აჩერებს და გარდა ამისა აფერხებს ქალაქის ლამის ნახევარის განვითარებას. მადლობა ყურადღებისთვის.